მოგესალმებით ეთერშია და სოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგეცნობთ. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისით მით 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაციით მე-11 მოწვევის პარლამენტში არც ერთ კომიტეტს და ფრაქციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი კომიტეტის ხდომაზე სავალდებულო დასწრების წესით არ მოუწევია. არც ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს მიუმართავთ კომიტეტისთვის მოსმენის მოთხოვნით. აღნიშნული ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხდომაზე ცნობად მიიღო. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში არც მინისტრის საათი გამართულა, რასაც ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს. ახალი რეგლამენტი ის პროექტის თანახმად კი, რომელიც განხილვის პროცესშია, მინისტრის საათის ფორმატი საერთოდ უქმდება. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარიღიაა. ერთგულია მეგობრებთან 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, როგორც იგი ამბობს, მტრულად განწყობილი გარეთ ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარეთ ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარიღიაა. ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის, მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად, აცხადებს პაპუაშვილი. მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება. ვიზიტის ფარგლებში მას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია ყაველაშვილისა და ხაჩატურიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება. ქართულმა კოშმარმა საზღვრები გაუხსნა თალიბანს. ანაკლია ჩინეთს მიყიდა და ტრამპს დიპ სტეიტის ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს. სიგიჟის ახალი დონის მიღწევით ამერიკის მოძულე ქართული კოშმარის რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა თალიბანს. მას შემდეგ, რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს დიპ სტეიტის ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია სანქციები და ახალი არჩევნები, წერს უილსონი. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ორი სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა. ქართულ კანონს პირველად რუსული კანონი დაარქვა კელი დეგნანმა. მან მოიგონა ეს ტერმინი. ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ვიცით, როგორ მოქმედებს ეს სქემები, როგორ ერთვებოდა ამაში USAID და NED, რათა ძირი გამოუთხარონ სხვა ქვეყნებში დემოკრატიას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როგორც მან განაცხადა, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხულ სცენარს გავდა ის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რაც 2023 წელს ვიხილეთ. ასე რომ თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა შექმნა ყალბი პროპაგანდისტული
ხაზი. მას უყვარდა ხოლმე თქმა სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არისო. ზუსტადაც რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხულ სცენარს გავდა ის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რაც 2023 წელს ვიხილეთ. აბსოლუტურად ყალბი ბრალდებების სათავე იყო აშიშის მაშინდელი ელჩი, რომელმაც ჯერ კანონ პროექტის სტიგმატიზება მოახდინა, შემდეგ USAID-ის თუ სხვა ასეთი. როგორც დღეს ამერიკის ხელისუფლება უწოდებს თაღლითი ორგანიზაციების დაფინანსებით ძალადობრივი თავდასხმა იყო პარლამენტზე, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით შეხვედრა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა. მათივე ცნობით შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს 9 წევრიდან 5 ქალია. APM ტერმინალს ფოთის წარმომადგენლების საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეწვივდნენ და საზღვაო მეტეოროლოგიის, ჰიდროგრაფიული კვლევების და ნავსადგურების სანავიგაციო ნიშნებით მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე. ამის შესახებ ინფორმაციას APM ტერმინალს ფოთი ავრცელებს. მათივე ცნობით ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობას და ათვალიერეს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ფოთის სხვა საკითხებთან ერთად ჰიდროგრაფიული სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შავი ზღვის გარემოს მონიტორინგსა და სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც პირდაპირ კავშირშია ფოთის პორტის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მასშტაბურ საგანმანათლებლო რეფორმას პროფესიონალური სასწავლო მეთოდიკის საფეხურები დანერგვას იწყებს. ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში წარმატებითაა აპრობირებული მიზნად მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მოსწავლეთა შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას და ჭადრაკის სწავლებაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ისახავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. ქართული ჭადრაკის სწავლებაში საფეხურების მეთოდიკის დანერგვა სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს, რომელიც ახალი წარმატებული თაობის აღზრდას ისახავს მიზნად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და პაშა ბანკი, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მმართველი პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ განაცხადა, რომ მათი ჯარისკაცები ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად რუსეთის ძალებს კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლებაში დაეხმარნენ. ჯარების განლაგების გადაწყვეტილება ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს. ამასთან სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ისინი ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ ყველა გმირი და სამშობლოს ღირსების წარმომადგენელია. ცნობისთვის, სამხრეთ კორეისა და დასავლეთის დაზვერვა დიდი ხანია იუწყება, რომ ფხენიანმა გასულ წელს კურსკში 1000-ობით ჯარისკაცი გაგზავნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე 115 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ყველაზე მეტი 102 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. გარდა ამისა 9 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 2 კურსკში და თითო ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის წყლების თავზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით სატელეფონო საუბრის დროს ძირითადი აქცენტი უკრაინის თემაზე გაკეთდა. გაგრძელდა შეხედულებების პროდუქტიული გაცვლა რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებზე. ძირითადი აქცენტი უკრაინის კრიზისის თემაზე გაკეთდა. მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების დაწყებისთვის არსებული წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას. გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის შეთანხმების მიზნით. აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარადგენს, ძალიან შორს მიმავალია და რომ წამყვანი პრინციპი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს. უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად პრაქტიკულად 1 წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო, განაცხადა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მაშინაც კი თუ აშიშის მხარდაჭერა შეწყდება და რომ ეს მკაფიოდ იყო გათვალისწინებული კოალიციურ შეთანხმებაში. მისი თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება.
ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა პაკისტანიდან დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ არაპროვოცირებულ სროლაზე რეაგირებას ახდენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ ქაშმირის ინდოეთისა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ პაკისტანის არმიის რამდენიმე პუნქტიდან არაპროვოცირებულ ცეცხლზე რეაგირება წუხელად მოახდინეს. ინდოეთის არმიას დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია და არც მსხვერპლის შესახებ გავრცელებია ინფორმაცია. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.